ჩვენი გადაცემის სტუმარი დღეს გახლავთ ლევან მამალაძე. ბატონ ლევან, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან და მე მინდა ვილაპარაკო რამდენიმე თემა, სამი თემა მაქვს შერჩეული და მაინც რეგიონს ეხება ორი თემა და სამხრეთ კავკასიას, იმიტომ რომ ეს უშუალოდ ჩვენი საარსებო სივრცეა და ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი, მით უფრო რომ ეს სამხრეთ კავკასია რაღაც ერთგვარი წერტილი არის გადაკვეთი საერთო გეოპოლიტიკური ინტერესების, რის გამოც მიმდინარეობს გეოპოლიტიკური დაპირისპირება და რის გამოც ალბათ ტრამპი ხვდება სი ძინპინს. მინდა დავიწყო როგორი შეკითხვით ბატონ ლევან, რომ ამჯერად რა ინტერესები იკვეთება აი მთავარი გეოპოლიტიკური და ასევე რეგიონალური მოთამაშეების, კი არ მიყვარს ეს სიტყვა მოთამაშეები, მაგრამ ქვეყნებს ვიტყვი, ქვეყნების სამხრეთ კავკასიის სადმი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისადმი და შესაბამისად ვის რა ძირითად ქვეყნებს მაინც რა ზეწოლის ბერკეტები აქვს საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე იმისთვის რომ მოიპოვონ გავლენა და დაიმორჩილონ მთლიანად რეგიონი. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს ტელემაყურებლებს და მსმენელებს. საკმაოდ სწრაფად ვითარდება, ყოველთვის ვამბობ, რომ იმდენად სწრაფად ვითარდება, სულ აი პროგნოზების მომენტები იცვლება, რა შედეგი შეიძლება დადგეს, მაგრამ ჩვენ ვიცით ერთი რამ, რომ მსხვილ იმპერიებს აქვს თავისი მიზნები, ამ მიზნები უნდა კარგად გავითვალისწინოთ, ჩავწვდეთ ამ სიღრმეებს და აქედან გამომდინარე, სწორედ ჩვენი ქვეყნის თქვათ ნაბიჯები გაითვალოს, რომელიც უფრო ეფექტური და შედეგიანი იქნება. ეხლა რეგიონის თემა, რომელსაც თქვენ ამბობთ, ხო, ეხლა ცალ-ცალკეა ეხლა გარკვეული მომენტები საქართველოსის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მაგრამ მთლიანობაში ამ ქვეყნებისთვის ეს ერთ ადგილად განიხილება. და რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიის როლი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, თქვა თუ კი ავიღებთ რუსეთ უკრაინის ომს, როცა ჩაიკეტა დასავლეთის მიმართულებით ყველა, თქვათ ლოჯისტიკური ხაზები, ტრანსპორტის მიწოდების და ენერგეტიკული მიწოდების საშუალებების შეიზღუდა ევროპის მიმართულებით და პირიქით, თქვათ სხვა პროდუქციის შემოსვლა რუსეთზე. ეს იყო ძირითადი დამაკავშირებელი ჩინეთის, შუა აზიის და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების. შემდგომ ამას დაემატა ირანის და შეერთებული შტატების ისრაელთან ერთად ომი, რომელმაც ორმუზის სრუტე ჩაკეტა და ამან გამოიწვია აბსოლუტურად კოლაფსი ნავთობპროდუქტების, ნავთობის მიწოდებაზე, ფასების მაქსიმალური ზრდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გარკვეული კრიზისის ელემენტები უკვე შეინიშნება ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით ევროპაში, თუ კი ევროპას ავიღებთ. და აქ უკვე თუ კი შევხედავთ აი ამ მომენტს, თუ შეგვიძლია ამაზე კიდევ ბევრი დეტალები გავშიფროთ, მაგრამ გადმოტანილი სამხრეთ კავკასიაზე, სამხრეთ კავკასია ამ ორი დიდი ომის, ეს ფაქტიურად მესამე მსოფლიო ომია, ეხლა ზოგს გონია რომ მესამე მსოფლიო ომი დიდი ფრონტი უნდა გაიშალოს, აღარ არის ჩემო მეგობრებო, თვითონ საომარი ტექნოლოგიების შეიცვალა, აბსოლუტურად სხვა მომენტების გამოყენება ხდება, ვისაც მეტი დრონი ყავს, უფრო იაფიანი, სწრაფად შორს დამრტყმელი და ადგილზე მოქმედი, მას ეძლევა უპირატესობა და არა უბრალოდ ტანკებს და სხვა რაღაცას. და მაღალ ტექნოლოგიური შეიარაღება შეიძლება განადგურდეს ამ იაფასიანი დრონით. ხო, რა თქმა უნდა, ათეულობით მილიონიანი შეიძლება თქვათ იგივე ეს იქნება S-400 თუ ტამაგავკების მსროლელი ამერიკული დანადგარები, მოხდება ერთი დრონი და ჩათვალეთ რომ ასეულობით მილიონის ღირებულობის პროდუქცია ნადგურდება. სწორედ შეიცვალა ეს ტექნოლოგია, ამიტომ მესამე მსოფლიო ომი რატო არის ნიშნები რა, როცა ჩართული არის ბევრი ქვეყანა, ეს ნიშნავს რომ ეს საომარი მოქმედებები ზეგავლენას ახდენს მთელ მსოფლიოს. თუ ავიღებთ უკრაინას და შემდგომ განსაკუთრებით შეერთებული შტატებისა და ირანის ომს, ამან რა თქმა უნდა ყველაზე ზეგავლენა მოახდინა. ამიტომ ეს ფაქტორი შეფასებით ეს მესამე მსოფლიო ომის აი ამგვარი სტანდარტით მიმდინარეობაში ვიმყოფებით ჩვენ სულ ყველა. ეხლა თუ კი შევხედავთ აი ამ თვალსაზრისით, ხომ, შუა კორიდორი, რაც დაარქვეს, ეს არის კასპია, შავი ზღვის კორიდორი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით სულ ყველა, ხო? ეს სამი ქვეყანა. ეს გახდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო სანდო გადაზიდვისთვის უსაფრთხო და მათ შორის მომგებიანი გზა. აი ეს მარშრუტი, ამ მარშრუტის გამოყენებაზე ეხლა ყველა ფიქრობს ძალიან სერიოზულად. თან მიაქციეთ ყურადღება, რომ უკვე ნავთობპროდუქტების გადინება უკვე კასპიის ზღვის მეშვეობით მიმდინარეობს. იმიტომ რომ ირანმა რუსეთის დახმარებით, შუა აზიის ქვეყნების
დახმარებით, ჩინეთის აქტიური მონაწილეობით, რომელსაც თავისი გავლენა აქვს შუა აზიის ქვეყნებზე, ამუშავეს უფრო მეტი დატვირთვით ეს კასპიის ზღვის გამოყენება და ირანს დღეს თუ ჩაკეტილი აქვს რაღაც მიწოდებები ორმუზის სრუტედან, თვითონ კიდევ ნავთობის ტანკერების გადაადგილება შეაჩერა, იქიდან კიდე ტრამპმა ჩაკეტა, ორმაგად არის ჩაკეტილი, ხო ეს კიდე ცალკე თემა არის. კასპიის ზღვის საშუალებით მას შეზღუდვა არ აქვს, მისი გაკონტროლების საშუალება შეერთებულ შტატებს ნაკლებად აქვს. მას აეროდრომები არავინ არ დაუთმო კავკასიის ქვეყნებში, მათ შორის არ დაუთმეს შუა აზიის ქვეყნებმაც და მან რო ეხლა პირდაპირ ჩარევა მოახდინოს, ვერ ახდენს. ისე რომ ირანს აქვს ის არტერია, რომლის საშუალებითაც პანჯარა არტერია, რომლის საშუალებითაც ეს ქვეყანა არსებობს. ამიტომ კავკასიის მიმართ, სამხრეთ კავკასიის მიმართ თუ დააკვირდებით, გაიზარდა ყურადღება ამ ქვეყნებისა, ყველას აქვს სურვილი რაღაცა ფორმით შემოვიდეს სამხრეთ კავკასიაში. ეხლა უყურეთ, ეს საინტერესო რა არის, იგივე შეერთებული შტატების, ევროკავშირის შემოსვლა, თურქეთის აქტიური ქმედება, ეს ყველაფერი ხდება რუსეთის შესუსტების ხარჯზე. აი პირდაპირ უნდა ითქვას. ხარჯზე და მიზნითაც. ნუ როგორც გინდათ ისე დავარქვათ, შედეგი ერთია, რომ რუსეთის გავლენა სუსტება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისადმი. ეხლა ერთი შეგვიძლია ვთქვათ მიზეზები რა არის, რატომ მოხდა ესე. მაგრამ შედეგად გვაქვს ის, რომ თუ კი გადავხედავთ ეხლა სომხეთმა მოახერხა ის, რომ ევროკავშირის პოლიტიკური სამიტი, პოლიტიკურ ლიდერთა სამიტი ერევანში ჩატარდა. ეს დიდი მოვლენა იყო. ესეთი ღონისძიება ამდენი ხანი გავიდა დრო და 30 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში არ ჩატარებულა. სხვათა შორის აქ ბატონ ლევან თუნებას დამთავრდ გავიხსენებ. მე არ ვიცი როგორ დასრულდება ეხლა ეს დიდი მოვლენა და სომხეთის ერევნის კავკასიის დემოკრატიულ დედაქალაქად გამოცხადება, მაგრამ ყოველთვის არც ისეთი მოვლენა არ მომხდარა, როცა ჯორჯ ბუში ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ შემდეგ რამაც მოხდა, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და საერთოდ ასეთი მოვლენები ყოველთვის წინ უძღვის ხოლმე, მე მრჩება ასეთი შტაბ-ბეჭდილება, შემდეგ სასაკლაოზე მისვლის, აი წინასწარ რო არ მინდა ხა ცუდი შედარება გამომივიდეს, ნუ დღესასწაულია რაღაცა ომის წინ, ასე ვთქვათ, სიკვდილის წინასავით, ვცდილობ რაც შეიძლება რბილად ვთქვა. არა, გამორიცხული არც ეს არის, ყველა ესეთი თქვა გამოყენების წინ მაშინ ესე ვიტყვი. გეთანხმებით, ამაში არაფერი თქვა განსხვავებული აზრი არ არსებობს, იმიტომ რომ ჯერ მაშინ ჯორჯ ბუჩის ჩამოსვლა ეხლა ზედმეტად გადაჭარბებული იყო, სააკაშვილი ჭირდებოდა რაღაც რეკლამა გაეკეთებინა, ეს შედეგი ჰქონდა, მაგრამ სომხეთთან დაკავშირებით თუ ვიტყვით, აქ რამდენიმე გაქცეული კურდღლის დაჭერის ვარიანტი არის რა. ეხლა მაგას გეტყვით ზუსტად, ესე იგი პაშინიანმა მოახერხა ის, რომ ფაქტიურად ორსკამზეზის ეხლა და მას აქვს ამის სამართლებრივი საფუძველი, პუტინს პირდაპირ თუ გახსოვთ ეხლა შეხვედრისას უთხრა, მე შემიძლია ოდკბ-ში ვიყო, ანუ ეს სამხედრო სავაჭრო კავშირები, რასაც სომხეთი კარგად იყენებს და იქ არ არის ეგეთი პუნქტი, რომ მე შეუძლია გარიცხოს. თვითონ უნდა გავიდეს. და მიგეთ როგორი თემა არის. ასე რომ მას ურჩევნია შეხედავს ამ სიტუაციას, ერთი რომ მაინც რაღაც რუსეთთან ხაზი კონდეს, თუმცა დიდი გაღიზიანება იქ რუსეთში და მეორე ვარიანტი ეს რაც მან გააკეთა, ეხლა არჩევნები ტარდება სომხეთის პარლამენტში, ეხლა თვე ნახევარში იქნება და მისთვის ეს იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა, როცა ნუ ეხლა კარგად ვიცით სომხეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა, ემანუელ მაკრონმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს სამიტი ჩატარებულიყო ერევანში. ნუ და ჩატარდა ეს და მისი ხა ვიზიტებიც ხო გახსოვთ გიუმრიშიც კი წაიყვანეს, სადაც რუსული სამხედრო ბაზა დგას და იქ გვერდზე ჩაატარეს. ეხლა ეს ყველაფერი ხა რუსეთის გამაღიზიანებელი მომენტებია. ჩვენ მიყავდა საოკუპაციო ხაზთან, დიახ. ნუ ეხლა საოკუპაციო ხაზი კიდევ, მაგრამ სცენარი დაახლოებით იგივეა. ხო, ნუ შეიძლება ესე დაერქვას, მაგრამ თავარი ის არის, რომ ევროკავშირმა დააფიქსირა, რომ სომხეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და სომხეთს თქვათ განიხილავენ ისინი თქვათ ამ რეგიონში ერთ-ერთ საყრდენ წერტილად, მოდი ესე ვთქვათ. ეხლა პაშინიანმა სწორი ნაბიჯები გადადგა, იქ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები არის, ეხლა თუ კი ავიღებთ, აი თქვენ ამბობთ რა შეიძლება მოხდეს, ხო? ეხლა სიღრმისეულ ანალიზს თუ გავაკეთებთ, ეხლა რამდენი ვიზიტი იყო პაშინიანის ბოლო პერიოდში იგივე საქართველოში, შეხვედრა ჩვენ პრემიერთან, შესაბამის სტრუქტურებთან, ალიევის ჩამოსვლაც იყო, ჩვენების იქეთ წასვლა, ეს მიმოსვლები ტყუილა არ ხდება და
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეხლა ესეთ რა თუ ჭკუები კი არ არიან, ზოგს რო გონია, ყველა გათვლა კეთება რა შეიძლება მოხდეს, სცენარები. ეხლა სცენარი იმისა, რასაც ეხლა თუ კი დავაკვირდებით, რასაც აცხადებენ რუსეთის თქვათ მედია საშუალებებით, ანალიტიკოსები რასაც წერენ, ხო ისინი ამბობენ, რომ სომხეთის ხალხის არჩევანი, ეს არის რუსეთი, ჩვენა ვართ გარანტორი, ეს არის მათი ისტორიული თქვათ გარკვეული გარანტია ამ სახელმწიფოს არსებობისა და საკმაოდ დიდ გაღიზიანებებს გამოთქვამენ, რომ თქვათ ესეთ გადახრა კარდინალურად შეიცვალა საგარეო კურსი სომხეთმა, ხო? და ეხლა არჩევნებთან დაკავშირებით პირდაპირ არის ნათქვამი, რომ აი პრორუსულ ძალებს ისინი ხელს უშლიან, დააპატიმრეს, სამღვდელოება დააპატიმრეს, ვიცით, იგივე მიტროპოლიტები დააპატიმრეს, საშინაო პატიმრობა აქ პატრიარქს გამოცხადებული სომხეთისას, პოლიტიკური ლიდერები დააპატიმრეს, ასე რომ ფაქტიურად რასაც სხვა ქვეყნები, დიდი ქვეყნები ახორციელებენ, სომხეთში რო ეს გახორციელდა, ბევრს არ მოსწონს. ეხლა მე ამ შეფასების კუთხით არ ვიძახი ჩემი კუთხით. მე ვამბობ როგორ უყურებენ ისინი, ხო? და დასავლეთი და შეერთებული შტატები ამას იწონებს. თან გაითვალისწინეთ, რომ სოფლიოში ყველაზე დიდი საელჩო არის ამერიკის შეერთებული შტატების არის სომხეთში ტერიტორიითაც რაოდენობითაც და ეხლა ყველა ხო არ აყავთ ის ხალხის და სერიოზულად მუშაობენ ბევრი ფაქტორებია რუსული თურქული შიდა კავკასია ირანი თავისთავად და ხა ირანს კიდე განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს სომხეთში სომხები არის ერთადერთი აღიარებული რელიგიური უმცირესობა იქ არ არის ეთნიკური უმცირესობა არის რელიგიური უმცირესობა და სომხებს აქვს დიდი გავლენა მეჯლისში თავისი ადგილები აქვთ ირანში და ასევე მათ ერთადერთს აქვს უფლება სპირტიანი სასმელები აწარმოონ ლეგალურად. აი ამხელა ბიზნესი აქვს მათ ჩაბარებული. და ეთნიკურათაც თქვა სპარსელები და ირანელები წარმოშობით ძალიან ახლოს არიან ეთნიკურად. და თავის დროზეც ეს ჯერ კიდევ როდესაც სეფიანთა ირანის დროს ხო და როდესაც ალბანეთი და საქართველო იყო წინააღმდეგი, სომხეთი იყო მოკავშირე. ხო, რა თქმა უნდა, აქ ბევრი დეტალი ახლა 15 საუკუნის წინათ. ეხლა არ მინდა ისტორიაში გადავიჯრა. არა, ფაქტი მოვიტანე, რა თქმა უნდა, აქ ისიც არის ახლა ჩვენ თქვა სომხებს ვეძახით იქ ცხოვრობდა ქართული ეთნოსის წარმომადგენლები ასიმილირება მოხდა არმენებთან, გავსტომებთან და ზოგი შენიშვნას მას სომხებს რატო ეძახით ისინი არიან არმენები. ჩვენ იმ ტერიტორიას ვეძახით და ვინ ცხოვრობს იმასაც ვეძახით ეხლა იქ ხო. მე თვითონ ბევრი ეხლა მიწერს ხოლმე შენიშვნებს რატო ამბობთ ესე. ნუ ეხლა ეს ცალკე თემა არის. ეხლა უყურეთ რა საფრთხე შეიძლება მოხდეს. ხო აი თქვათ რუსეთს რა შეუძლია გააკეთოს. რუსეთს შეუძლია გააკეთოს მსგავსი ქმედებები რა სხვაგან გაუკეთებია. ერთი იქ სამხედრო ძალა ყავს, მაგრამ სამხედრო ძალის გამოყენების შანსს მე იქ ვერ ხედავ, იმიტომ რომ სომხეთს ყავს უფრო მეტი თავისი სამხედრო ძალა, რომ იქ რაღაც გაანეიტრალოს. ასე რომ ამის პერსპექტივა არა, მაგრამ შიდა არეულობის თვალსაზრისით მოსალოდნელია. ეხლა იქ კოჩარიანის ჯგუფი საკმაოდ ძლიერი არის, ბევრი ეხლა განსაკუთრებით როგორ აიცით რომ შევხედოთ, ახალგაზრდობა უფრო უჭერს მხარს თქვათ იგივე პაშინიანს, მაგრამ წლოვანი ადამიანები უჭერენ კოჩარიანს მხარს. ახალგაზრდობის გავლენა როგორც საქართველოში, ისევე მცირეა დემოგრაფიული პრობლემებიდან გამომდინარე, ანუ თვითონ ახალგაზრდობა ცოტა პატარა სეგმენტია და მას არ შეუძლია ისეთი გავლენა მოახდინოს, როგორც ჩვენ დროს სტუდენტობის დროს შეგვეძლო გამოსვლა და სახელმწიფოსთვის პრეტენზიის დაყენება. ასე რომ აქ ამის საშუალება არსებობს. აი შევხედოთ პროცესი როგორ განვითარდება, ისიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ იქ შეიძლება დაიძაბოს სიტუაცია სომხეთში და მეორე მომენტი ისიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შეიძლება ეს არის საკმაოდ აი მე ამ ეჭვსაც გამოვთქვამ, ნახოთ რომელი ვერსია გამართლდება, რომ პაშინიანს კონდეს პუტინთან გარკვეული გარიგება, იმ ღია საუბრის შემდეგ ჩვენ ხო არ ვიცით რა ილაპარაკეს. მას ჭირდება არჩევნებისთვის ევროპისკენ შეტრიალება. მას ჭირდება რომ მიიღოს ვიზა ლიბერალიზაცია როგორც საქართველომ და მე არ ფიქრობ რომ მას მისცემენ ვიზა ლიბერალიზაციას და ეს არის ყველაზე ძლიერი არგუმენტი რომ მან გაიმარჯვოს. მაგრამ რახანძის ოდეკაბედან არ გამოდის, ეს არის ის სომხური ვარიანტი, როცა შეიძლება ორსკამზე დაждდე და გამოიყენო შენი ქვეყნისთვის რა. აი ეს მამაში ცუდი არაფერია, პოლიტიკაში ეს რა თქმა უნდა ეგ მოსული თემა, მაგრამ თუ კი დაიძაბა სიტუაცია, ეს უკვე ამ კორიდორს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს და სხვათა შორის ეს რო არ დაიძაბოს, აქ დიდი უკვე იმპერიების ერთვებიან, ეს არის შეერთებული შტატები განსაკუთრებით, იმიტომ რომ ზანგეზურის კორიდორს ტრამპის კორიდორი დაერქვა. იქ დიდი ინვესტიციები ჩაიდო, მუშაობა მიდის აი სასწაულად. რო ამბობდნენ რომ 2 წელი უნდა სომხეთის ტერიტორიაზე? სომხეთის ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ეხლა მიდის სამუშაოები სომხეთის
იმიტომ თურქეთში და აზერბაიჯანში ვიცით რომ მიდის და ლამის დასრულდა. ადრე დაასრულა. აზერბაიჯანი ეხლა აქტიურად მუშაობს სარკინიგზო მიმართულების შენებლობაზე და როგორც ეხლა ამბობენ სპეციალისტები, წლის ბოლოსთვის ან მომავალი წლის დასაწყისში შეიძლება ეს ზანგეზურის კორიდორი გაიხსნას. ხა ზანგეზურის კორიდორს ჩვენ ნუ შევხედავთ რაღაც ისე რომ აი ჩვენ დაგვასუსტა, ან ეხლა სომხეთის ყურადღება. ჯერ კონკურენცია და მე გამტარუნარიანობა ისეთი არ არის დიდი. სომხეთის მიმართ თქვათ იგივე რომ სომხეთმა ლიდერობა ხელში ჩაიგდო, გაანებეთ ამას თავი რა. ეს არის უბრალოდ რაღაც ეპითეტები ტრიალი. საქართველოს თავისი ადგილი აქვს, აზერბაიჯანს თავისი ადგილი, სომხეთს თავისი. სომხეთი ამ ზანგეზურით რა თქმა უნდა გარკვეულ პრიორიტეტებს ღებულობს და ჩვენ ამას უნდა შევხედოთ როგორც სერვისის მიწოდების ვარიანტები. არის ტვირთები, რომელიც უნდა წავიდეს ზანგეზური და შეიძლება იქ თურქეთში გადავიდეს და ეს უფრო მომგებიანი იყოს და არის ტვირთები, რომ პირდაპირ ევროპაში უნდა წავიდეს და ეს გაივლის აზერბაიჯანთან ჩვენი მიმართულებით. ასე რომ აქ პირიქით ამ სამივე რესპუბლიკის ლიდერებს აქვს საშუალება, რომ ერთიანი საფინანსო სერვისის შესთავაზონ ყველა მომხმარებელს. ეს ჩინეთი იქნება, შტატები, ევროპა თუ შუა თან კი არ შეუშალონ ხელი, არამედ მაქსიმალური მოგება მიიღოს ყველამ. რა თქმა უნდა, ეს უნდა განვიხილოთ ჩვენ როგორც გარკვეული ერთობლივი ინტერესის დაფიქსირების საშუალება. რაც კარგია რეგიონისთვის. მინდა გითხრათ, რომ უფრო მეცაც გეტყვით, მე არ ვიცი ახლა რატო არ არის ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ინიციატივა, აი ამ თვალსაზრისით სომხეთთან, აზერბაიჯანთან ერთად ჩვენ ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსი გავსაზრდოთ და აქ ერთიანი პოზიცია გქონდეს, ჩათვალეთ, რომ ყურადღება და ანგარიშგაწევა მთლიანად რეგიონზე იქნება ძალიან მაღალი და აყავი და იბატონეს და ვიღაცას ბოდიში და კოჭი გაუგორე და ვიღაცის საწინააღმდეგო მომართე, ამან ისტორიული ახლა მეხსიერება ხო გვაქვს ისტორიული ძალიან მძიმე შედეგები მოგვიტანა და ეხლა სწორედ ეკონომიკაზე დაყრდნობილი პოლიტიკური ინტერესები უფრო სიცოცხლის უნარიანია და შედეგის მომტანი იქნება ჩვენი რეგიონისთვის. ეხლა ერთი თემა კიდე მინდა გამოვყო აი რუსეთს რაც შეეხება. ეხლა რუსეთში არის როგორი სიტუაცია, უნდა ეს გავითვალისწინოთ ჩვენ განსაკუთრებით საქართველოს უნდა გაითვალისწინოთ. რუსეთში არის ეხლა გარკვეულად მძიმე სიტუაცია, შედარებით ვიდრე ადრე იყო. ამ ტექნოლოგიებმა გააკეთეს ის, რომ უკრაინელებმა შექმნეს დრონები დარტყმის და შორს მტყორცნელი დრონების გარკვეული საშუალებები, ისე გადამალეს, რომ რუსული რაკეტებმა არც იციან სად დაარტყან, აი ეს შეიმუშავეს. ევროპა მაქსიმალურად ეხმარება მათ, მაქსიმალურად. ევროპას კარგად ესმის, რომ მას არა აქვს უნარი ჯარი ყავდეს და ვერ ასწრებს. უკრაინული ჯარი ეს რო აიღოთ, ეხა ამერიკული ჯარი, რუსული და შემდეგ უკრაინული. იმდენად ბრძოლის უნარიანია, რომ დაჭირდა შეტრიალდეს იქეთ იმამდე გავარა ქვე პორტუგალია. ხოდაშორის ეს ძალიან დიდი საფრთხეა და როგორ გაანეიტრალებენ არ ვიცი სიმართლე. ეს ყველაფერი ინტერესთა ისა. ამიტომ აქ იმიტომ ლაპარაკობენ სპეციალური გეგმა მოამზადონ უკრაინასთვის ევროკავშირში შემოიყვანონ, შეიყვანენ ევროკავშირში, რო არ შეიყვანონ იქ უკრაინის აგრესია მათ მიმართ შეტრიალდება და ზელენსკიც და უკრაინა დღეს არ არის ისე როგორც ერთი წლის წინ იყო. ადრე თუ მათხოვრის როლში გამოდიოდნენ, დღეს უკვე პრეტენზიებსაც უყენებენ და შანტაჟის საფუძველსაც უქმნიან ევროპას. ძალა აქვს როგორც სამხედრო, ასევე მათი დიასპორები, მათი მილიონობით ადამიანი, რომელიც ევროპაში რო დაჭირდეს, იმხელა მიტინგებს მოუწყობს ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქს, რომ მონაგონი არ იქნება ვიდრე. რა თქმა უნდა, ეს ძალა, ეს ამას ზელენსკი გრძნობს და ამას უკვე იყენებს. აქედან გამომდინარე, ხა ვითარება, რომელიც დაიძაბა რუსეთთან, ეს რა თქმა უნდა ჩვენზეც ახდენს ზეგავლენას. ეხლა რუსეთში მე მინდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ საკმაოდ აგრესიული გამოსვლები დაიწყო. ექსპერტების მხრიდან, ანალიტიკოსების, იდეოლოგების მხრიდან, საკმაოდ აგრესიული მაგალითად ბატონი კარაგანოვი არის, შეგიძლიათ შეხვიდეთ ნახოთ, ადრე თუ იმდენად არ აქცევდნენ ყურადღებას, ის არის საპატიო თავმჯდომარე რუსეთის სამხედრო და სტრატეგიული კომისიის თუ საბჭოსი, რაღაც ეგეთი სახელი აქვს. სერიოზული ადამიანია, როგორც სპეციალისტი, ანალიტიკოსი და ის უმზადებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს პრეზიდენტს რუსეთისას და იქ რო ვაკვირდები ახლა როგორ ხდება და როგორ რეაგირებს დასავლეთის შეერთებული შტატები. უკვე საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ რუსეთმა შეიძლება დარტყმა მიაყენოს თუ კი ესე გაგრძელდა სიტუაცია ევროპის სამხედრო ცენტრებს. დააკვირდით ამას, ეს ნატოს ქვეყნებია უკვე. მიაყენოს. ჩვენ არ ვიცით პუტინსა და ტრამპ შორის რა მოლაპარაკება მოხდა ამ ნაწილში, რომ გამოდის ნატოდან შეერთებული შტატები, ასევე განცხადება იყო ის, რომ მე თქვენ არაფერს აღარ დაგეხმარებით. იქ
ეს დეტალები იმდენად და არ არის ღია, ხო? ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ. მაგრამ როცა უყურებთ ადრე თუ აი ესეთ განცხადებას, რომ იგივე რუსი ექსპერტების, რომელიც პირდაპირ ინტეგრირებული არიან, ეს ვიღაც გარე ექსპერტები კი არიან, რომელიც სახელმწიფო მართლობაში ინტეგრირებული არიან, დიახ, ისინი როცა აცხადებენ, რომ ჩვენ შეგვიძლია დავარტყათ, აი რამშტაინს შეიძლება დაარტყან იგივე, ხო? ეხლა იქ გამოყავს შეერთებულ შტატებს გამოყავს, გაიყვანს თუ არ დარჩა შეერთებული შტატები, იქ რა დარტყმას მიაყენებს რუსეთი, ეს ერთი კიდევ სხვა ცენტრები აქვს და სამიზნე. ან თქვენ მაინც რეალურად მიგაჩნიათ, მე მესმის ექსპერტები, არ მგონი ექსპერტები ბოლომდე ამბობდნენ იმას, რაც წინამდეში შეიძლება მოხდეს ან იყოს, მიგაჩნიათ ეს აი გონივრულად, რაციონალურად, რომ შეიძლება მიიტანოს ევროპის თუნდაც სამხედრო ცენტრებზე რუსეთის ფედერაციამ სამხედრო იერში. მე ალბათობის დაბალი ხარისხი მგონია ეს. თქვენ როგორ ვარ მინდა გითხრათ ჩემი განცდა და რა ხარისხიან პროცენტი ამას არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ სხვა რამეს. ადრე თუ ეს აბსურდულად განიხილებოდა რუსეთში, ეხლა უკვე სერიოზული მსჯელობა დაიწყო და ეს მეტყველებს იმაზე და პირდაპირ არის ლაპარაკი, რომ სამხედრო დოქტრინა უახლოეს პერიოდში რუსეთმა უნდა შეცვალოს. იქ პირდაპირ ეწერა რუსეთს, რომ ჩვენ ბირთვულ დარტყმას პირველი არ განვახორციელებთ. ეხლა ლაპარაკია იმაზე, რომ ტაქტიკური ეს ნიშნავს უფრო მცირე ზომის და ახლო დარტყმის. ტაქტიკური დარტყმები, თუ კი რაიმე საფრთხე რუსეთს შეექმნება, რომ ტაქტიკური დარტყმების უფლება დაიტოვოს. ეს უკვე სერიოზულია. ეხლა უყურეთ ამას რატო ვამბობ, იცით? ადრე სხვანაირად იყო. ეხლა აბსოლუტურად სხვანაირად არის. ამიტომ თუ კი ექსპერტები ამბობენ, დღეს უკვე ადმინისტრაციაში ლაპარაკობენ, ამას სამხედროები იმეორებენ გენერალიტეტი, ხო? ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთმა შეიძლება ეს გამოიყენოს. ამას რა თქმა უნდა შეერთებულ შტატებთან ფარული ლაპარაკი იქნება თუ რა იქნება, ჩვენ ეს გამოჩნდება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამაზე რომ აქტიურად ლაპარაკი დაიწყო, ეს არის ფაქტი. შეიძლება ეს ზოგმა ჩათვალოს, ვიცი რა, ეს რაღაც დაშინების, რაღაც მორიგი ნაბიჯია, მაგრამ ადრეც იყო ეს, მაგრამ ესე აქტიურად არ ყოფილა. ამიტომ ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ. რატომ ვამბობ ამას? აი ჩვენთვის მაგალითად აი სარმატის გამოცდაზე რომ სარმატის გამოცადეს პოსეიდონის სარმატი გამოცადეს 35,000 კილომეტრს გადის ახლა ეს სარმატი. ამხელა მანძილზე შეიძლება წავიდეს ძალიან დიდი დარტყმა მიაყენოს. თან კიდე ისეთი საშუალება, რომელსაც ჰაერსაწინააღმდეგო ვერ ესვრის და ვერ იჭერს და კიდევ ის არეშნიკიც აქვს და ის რა ბურევესნიკი კიდევ ეს რო გაუშვან ეს საერთოდ წარმოუდგენელი იარაღია. სულ დაფრინავს ატომური ის აქვს ძრავი და ბირთვულს დაუყენებენ კიდე დარტყმას. უდაჭირდათ და იმდენ ხანს იფრენს, მუდმივად შეუძლია იფრინოს. ეს წარმოუდგენთ როგორ ატომურ ენერგეტიკაზე დაფუძნებული ძრავი აქვს. ეხლა ამას იმიტომ კი არ ლაპარაკობ, რომ რაღაც შევქნათ, მაგრამ ჩვენ ხო უნდა ეს გავითვალისწინოთ. ეხლა წარმოიდგინეთ, რუსეთი არის ჩვენთვის გეოგრაფია. ხშირად აი გეოპოლიტიკა, გეოეკონომიკა დაждდება, ლაპარაკობენ, რა ვიცი, ზოგი ექსპერტს დაირქმევს, ზოგი რა ვიცი, სახელებს ბევრი ირქმევს, მაგრამ და ეს გეოგრაფია, ჩვენ გეოგრაფიას ვერ ვცვლით. გეოპოლიტიკაც რა გეოგრაფიიდან არ მოდის კაცო. იმიტომ გეოგრაფია როგორი თემა, იცით, ყოველთვის არის. არსებულ ვითარებაში ის ყოველთვის არის, გეოგრაფია არის ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ასევე ის, რომ ახლა ჩვენ ხო სტრატეგიულად ვსწავლობთ ამ საკითხებს. როცა ექსპერტები რუსეთში და მათი წარმომადგენლები იძახიან ეგეთ რამეს, რომ აი როცა დამთავრდება უკრაინის თემა, მერე მოვიცვლით სამხრეთ კავკასიისთვის. რას ნიშნავს ეს? კარგს არაფერს. ამიტომ ახლა რატომ დავიწყე სომხეთიდან და რატო გამოყვეთე ერთი მომენტი, რომ არ გამოვრიცხოთ, რომ პაშინიანს მოლაპარაკება ქონდეს პუტინთან, მაგრამ რომ გაიმარჯოს, ჭირდება ეს სცენარი. მაგრამ სომხეთი არსად ისე რადიკალურად წასვლას არ აპირებს. ესეც თამაშის ნაწილია. ცოტა ხანი უვიზოთ ივლიან ევროპაში, არა? უვიზოთ შეიძლება იარონ, მიიღებენ მაგას და არაფერი ჩვენცა გვაქვს ეს, ჩვენც გვაქვს ეს უვიზოთ, თუმცა გვემუქრებიან რომ გაგიუქმებთ. ამიტომ რუსეთი ჩვენთვის არის სასიცოცხლო თემა, რომელიც არა მარტო ეკონომიკა, ვაჭრობა, ოკუპირებული ტერიტორიები და ასე შემდეგ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რა შეიძლება მოხდეს. და ასევე აი კიდევ ერთხელ უბრუნდები ჩვენი პრობლემატიკა უნდა მივებათ ამას. ჩვენთვის რა არის მნიშვნელობა? აი რატომ შეიცვალა კარდინალურად იგივე აი ეს მიმართულება, რასაც ქვია რუსეთთან კარგი ურთიერთობები, ხო? შეიცვალა ეხლა იმდენად გამწოვებულია, აი ბოლო 2012 წლიდან ესე გამწოვებული რუსეთთან ურთიერთობები არ ყოფილა.
თუ კი დავაკვირდებით ეხლა ხო, ხა დათვალა ცოტა და სხვათა შორის ძალიან უცნაურია იგივე პუტინმა რატიფიკაციისთვის რომ შეიტანა ეგრეთ წოდებულ იუჟნაია ოსეტიასთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ დოკუმენტი, მანამდე აფხაზეთში იგივე აქტივობა. აი ჩემთვის გავუგება ეს ხო გარკვეული ასე ვთქვათ პოლიტიკური გზავნილებია. არა ეხლა მიმდინარეობს როგორ გეოპოლიტიკური დაპირისპირება და ის იცლის de facto აფხაზეთსა და იუჟნაია ოსეტიასთვის. აი ყურეთ, ეს არის პასუხი გარკვეულწილად ჩვენს ქმედებაზე. ხო, რა თქმა უნდა, მაგას გულისხმობ. ეხლა მოდი ეხლა ესე ვთქვათ, ჩვენ შეიძლება გავბრაზდეთ, არ გავბრაზდეთ, სწორი ნაბიჯები გადავდეთ, მაგრამ ფაქტი ერთი არის, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი დრო და ენერგია დაუთმო რუსეთთან სიტუაციის დალაგებას. ეს ხო არის კულუარული მუშაობა, ყველაფერს ღიათ ვერ პოლიტიკაში და ურთიერთობებში კულუარულ ნაწილს დიდი ადგილი უჭირავს. ბევრი რამ გააკეთა, იმიტომ რომ არ შევედით სანქციებში. არანაირი პრობლემა რუსეთს არ შეუქმნით. სავაჭრო ურთიერთობები გავაკეთეთ. რაღაც ამის გამო ზეწოლებს გაუძლო სახელმწიფომ ევროპიდან შეერთებული შტატ ეს იყო მთავარი მიზეზი, ხო რუსეთთან რაღაც პრობლემის შექმნა. კაცი გამოვიდა ბოდიში მოუხადა ოსებსაც და აფხაზებსაც. პირველი ნაბიჯი გადადგა და დაუწყეს ეს კრიტიკა იმიტომ ეს შეკვეთილეს მეხუთე კოლონა რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსირდება ეს მათი პიარი იყო როგორმე გაეშავებინათ ეს ყველაფერი კეთებოდა იმისთვის რომ რუსეთს გარკვეული ნაბიჯი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესზე მე არ ვიძახი გადაწყვეტა ბევრ კომპონენტში შეიძლება ეს დაძრულიყო არაფერი რუსეთიდან მიღებული არ არის და ამიტომ აი ახლა ჩვენთან იმიტომ დაიწყო რომ აღარც იმაზეა ლაპარაკი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და ასე შემდეგ ძალიან კატეგორიული განცხადება იყო ხალბატონი ბოჭორიშვილის შემდგომ პრემიერის და ასე შემდეგ. აი ეს ამ გამწვავებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით ჩვენ და ეს რასაც თქვენ ბრძანეთ, რომ დუმაში რაღაც გაღრმავება, ამაზეა გარკვეული პასუხი არის. ეხლა როგორ არის იცით, ეხლა თუ კი შევხედავთ რუსეთმა საქართველოსთანაც გაფუჭებული აქვს ურთიერთობა აზერბაიჯანთან სომხეთი რომელიც კონტრპროდუქტიული არ არის მაგასო ეს ხო არ არის იმაზე ლაპარაკი რომ თქვა ეს საქართველოსთან მუხლი მოიყაროს და ეს რა მომივიდა თვითონ თავისი ინტერესების უწაადგება ასეთი დამოკიდებულება სამივე სამხრეთ კავკასიურ სახელმწიფოსთან აქვს ცუდი ურთიერთობა და არავის არ უნდა მისი მოკავშირეობა იცით რა არის იმიტომ არ უნდათ რომ რუსეთი მაინც ძველი ტექნოლოგიებით უდგება ამას რაც ჯერ კიდევ იმპერიის დროს ცარისტული რუსეთიდან მომდინარე იყო პეტრე პირველიდან მოდის მე მგონი ესეთი მეთოდები პეტრე პირველი იყო თუ შემდგომ სხვა იმპერატორები გარკვეულწილად ესეთ ფორმატზე გადადიან თუმცა ძალიან ადვილად შეეძლო მაგალითად რუსეთს საქართველოსთვის გარკვეული პრეფერენცია მიეცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის მხარდასაჭერად არ გაეღვივებინა მაგალითად იგივე აფხაზების თუ ოსების რაღაც მტრული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ ჩვენთან ხო ეს პოლიტიკა არ ტარდება არ არის რომ აი ეს მტერი არ არის და კარგია ძალიან იქ აი ვითომ აი ეს გაუცხოება რო ყოფილიყო შემდგომ თვითონაც იქ უამრავი პრობლემები აქვს ამასთან დაკავშირებით და აი ესეთი ნაბიჯები რო გადამოედგა ეს მოგწევდა საშუალებას რაც რუსეთის ინტერესში არის იგივე ეს მაგისტრალების გახსნა იგივე ირანთან კავშირი ირანი ერთ-ერთი რამდენ პრეფერენციას მიიღებდა ამით ხო აქ არის ლაპარაკი ვიღაცა დაჩაგრო აქ იგივე იმ ელიტების იგივე სოხუმის ცხინვალის ელიტების ინტერესების გათვალისწინება იგივე ვთქვათ ამ პროექტში შეიძლება და რუსეთი მონაწილე გამხდარიყო ანაკლის სპორტისა სხვა მოთამაშეებთან ერთად იგივე ჩინეთთან მე უფრო ასე დაბალანსების ვარიანტს უჭერ მხარს იმიტომ რომ ჩვენ ველოდოთ ეხლა იმას თუდათა აქვს საქმე და მე რა მოხდება ხო ესეც არ არის სწორი ჩვენ პატარა ქვეყანა ვარ ჩვენ ბალანსის პოლიტიკა გვჭირდება ყველა მიმართულებით ეხლა ხშირად მეკითხებიან აი კულუარულმა შედეგი არ გამოიღო რა ვქნათ გაიხსნას უნდა ეს თემა. როცა კულუარებში სხვადასხვა მოთამაშეები არიან და შენ ვერ დააგვალაგებ გადაწყვეტილების მიღების ცენტრებთან, ყველასთან ვერ დაალაგებ ურთიერთობას, ხო? ხა ძნელია ყველასთან იმუშაო. აი ყველასთან მუშაობის კარგი მაგალითი ალიევმა გვიჩვენა. ილხამ ალიევმა ყარაბაღთან დაკავშირებით. ყველასთან იმუშავა. ყველა სტრუქტურასთან იმუშავა. არა, ქვეყნების გარდა რუსეთში შიგნით იმუშავა. 10 წლეულები იმუშავა. იგივე თურქეთშიც იმუშავა შიგნით სხვათა შორის. რა თქმა უნდა, რა თქმა ყველგან იმუშავა და ეს მაგალითი ახლა მათ საშუალებაც ჰქონდათ ფინანსური რაღაცა ზოგს საჩუქარს აძლევდნენ თუ რაღაც პრეფერენციას გაუკეთებდნენ ხო პატივსცემდნენ მაგრამ ამან იმუშავა და ყარაბაღის საკითხი იმიტომ გადაწყდა და ჩვენს ანალოგიური ყვა გამოსაყენებელი ახანზე კულუარმა არ მოგცა ეფექტი მაშინ უნდა გაიხსნას და ღიად დავაყენოთ და ღიად გაიგონოთ რას ვთავაზობთ ჩვენ რუსეთს
და რა გვინდა ჩვენ მივიღოთ. საერთოდ ჩვენ აფხაზებს და ოსებს რას ვთავაზობთ, ესეც გაუგებარია. ეს არის შიგნით შემადგენელი, იმიტომ რომ ისინი რუსეთის გარეშე არც ერთ ნაბიჯს არ გადმოდგამენ. აი ხშირად ხომ მაინ ჯობია რომ კეთილგანწყობილი იყოს შენ და მე. რა თქმა უნდა, ამიტომ როცა ვამბობთ რას ვთავაზობთ რუსეთს ჭირდება, მათ ჭირდებათ გარკვეული სტრატეგიული გარანტიები, რომ ამ ხრიდან მათ საფრთხე არ შეექმნებათ. ეს ყოველთვის ესე იდგა. და ეს უნდა მივცეთ ჩვენ მათ. და რაც შეეხება ცხინვალს და სოხუმს, ხო, იქ მაცხოვრებს უნდა დავანახოთ, რომ საქართველოსთან ინტეგრაციის პროცესი გარანტია იქნება მათი, ვთქვათ, იქ ცხოვრებისა და გარკვეული ერთობლივი თანაარსებობისა. და ამას უნდა მოყვეს ტოლვილების დაბრუნება და უამრავი თემაა და გზების სამუშაოება, ეკონომიკური ინტერესები ბევრ რამეს წყვიტავს. გნებავთ იგივე რკინიგზის სამუშაოება იქნება, საგზაო მიმართულების სამუშაოება, როკის გვირაბის სამუშაოება, გადატვირთულია ლარსი, ხო? ეს ჩვენ რაღაც მე-20 საუკუნის ნარატივებით ხედვა ამის შედეგს არ მოგცემს. ხო, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს სამხრეთ კავკასიაში ჩვენ სატრანზიტო ფუნქციას აი ამ მიმართულებების გახსნა. აი თქვენ ჭკვიანი ჟურნალისტი ბრძანდებით და უცბად დაიჭირეთ ეს მომენტები. არა, ეს გასაგებია, ეს პოლიტიკოსი ვერ იჭერს ამას. ეს მარშრუტები გასაგები, რაც მეტი გადავდა, რაც მეტის ინტერესი იქნება, ეს დააბალანსებს ერთმანეთს და უფრო მომგებიანი ეკონომიკური ურთიერთობის დამყარებაც კი იქნება შესაძლებელი. ეს აუცილებლად უნდა გითხოთ ბატონ ლევან, ჩვენ 3-4 წუთი დაგვრჩა. აი ხა ხვდება ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს. თუ ისინი ერთმანეთს ვერ შეხვდნენ, რა ბედი შეიძლება ეწეოდეს შუა დერეფანს, აი თქვენ აღნიშნეთ კიდეც რომ ეს ჯერჯერობით ყველაზე უსაფრთხო და სანდო მარშრუტია. მე პირდაპირ გეტყვით, პირველი საკითხი რაც ამ შეხვედრიდან იქნება გამოტანილი, გააგრძელებს თუ არა შეერთებული შტატები ირანზე დარტყმებს. იმ წუთში გამოჩნდება, თუ შეთანხმდნენ, დარტყმები ესე იგი არ გაგრძელდება, თუ არ შეთანხმდნენ, შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს. ეხლა ზოგს რო გონია ეს რო უძახიან ეს ომის შეწყვეტის დარტყმების შეწყვეტის პროცესი გათავდა ეს რაკეტები აღარ არის. დარჩა მარტო სტრატეგიული მარაგი, ეხლა აგროვებდა რომ ისევ თავიდან შევტია. ისევ დაარტყან, იმიტომ რომ ძალიან ძვირადღირებული. იძულებითი შესვენება იყო. ირანის ემზადება, ასე რომ ირანი ძალიან მაგარი კერკეტა კაკალი გამოდგა, მას ისტორიულად ბევრი საშუალებები აქვს და ეხლა თუ იქ წერტილებში დაარტყა, ეს რუსეთის დაეხმარა კოსმოსიდან და ჩინეთიც. ეხლა აქ თუ ავიღებთ ამას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რას მოილაპარაკებენ, ეს ზეგავლენას იქონებს ნავთობის ფასებზეც და ორმუზის კორიდორის გახსნა არ გახსნა. ეს გამოჩნდება. ეხლა ყველა შემთხვევაში ტრამპი გამარჯვებული ვერ ჩავიდა, ხო იცი ხა სიდემპინი ძველი ეს არის რა ქვია ჩეკისტი. ხო, სპეციალისტი და ბევრი რამ გააკეთა, საინტერესო ლიდერია, ალბათ ესეთი ლიდერი, 1-2 თუ ყავდა ჩინეთის იმპერიის იმპერატორები, ძალიან მნიშვნელოვანი ხაზზე გაიყვანა ჩინეთი, მაგრამ აქ ჩვენ თუ დაუბრუნდებით, ხო? ჩვენთვის მაგალითად დაბალანსების პოლიტიკა არის მთავარი შედეგი. ჩვენ აი ხშირად ვამბობდი, რომ აი რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა შემოვიყვანოთ მსხვილი მოთამაშეები და კი არ დავაპირისპიროთ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ და სტრატეგიულ პროექტებში, არამედ თანამშრომლობა შევაქმნებინოთ. ანაკლიის სპორტში მე თუ მკითხავთ, ეს იქნებოდა ყველაზე კარგი ბალანსის ვარიანტი. მაგრამ ამერიკელებს ძალიან მკაფიო დამოკიდებულება აქვს ანაკლიის სპორტის დაფინანსების წყაროების მიმართ. იცით რა არის მკაფიო? ეს ცოტა ისე ნათქვამია, მათ მკაფიოებას. არა, ისინი ამბობენ, თორემ მათ მკაფიოება, სხვა მკაფიოება უნდა შეუზავოთ. ეს არის პოლიტიკის თქვათ გარკვეული ხელოვნება და ამ ჩვენ შეგვიძლია იგივე ჩვენი სარკინიგზო აზერბაიჯანთან ერთად აი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი გაკეთეს და მსხვილი მოთამაშეების შემოვიყვანოთ. მაგალითი გვაქვს ძალიან კარგი, ვთქვათ, იგივე რაც ალიევმა და შევარდნაძემ თავის დროზე გააკეთეს. ყველა თანამშრომლობდა. ამერიკელის, რუსის, ბრიტანელის, ბრიტიშ პეტრიუმი, ლუკოილი, შევრონი, ენდრონი და რა ვიცი, ყველა ერთად აკეთებდა. თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ დაბალანსების პოლიტიკა ჯობია მიუმხრობლობის პოლიტიკას, თუ მათ შორის შეიძლება იყოს რაღაც მსგავსება. მიუმხრობლობა ცოტა ისეთი ნათქვამია, მე დაბალანსებას ვიძახი, რომ ჩვენ ეკონომიკური ინტერესები საფუძვლად უნდა დავუდოთ ჩვენ პოლიტიკურ სტაბილურობას. აი ეს არის მთავარი. ანაკლიაში იქნება თუ სხვა პროექტებში და ეხლა ბოლოს თუ ამთავრებთ, მინდა ერთი რამ თქვა. აი ჩვენ ყველაფერზე ვსაუბრობთ, ყველა პრობლემას ვეხები და ჩვენთან ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და განსაკუთრებით მინდა გამოვყო დემოგრაფიული პრობლემა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და პირდაპირ გეტყვით, რომ ვიცოდეთ, თუ ეს დინამიკა შენარჩუნდა, ჩვენ შეიძლება სამშობლოდ დავკარგოთ და საზღვრისპირა ტერიტორიები დავკარგოთ. აი ეს უნდა ვაქციოთ პრიორიტეტად. ყველა სამინისტრო, ყველა ჩინოვნიკი, ბიზნესმენი თუ მოქალაქე მიმართული უნდა იყოს იქეთკენ, რომ საქართველოში დემოგრაფიული მაჩვენებლები გამოსწორდეს და შევქმნათ პროგრამები, რომლითაც დავაბრუნებთ ემიგრანტებს და დავაბრუნებთ რეპატრიანტებს, რომელთაც საქართველოში სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვთ. აი ეს არის მთავარი ამოცანა, რაზეც ჩვენ მუშაობთ. დიახ, იმიტომ სხვა შემთხვევაში ყველაფერს აზრი ეკარგება დერეფანსა ტერიტორიულ მთლიანობასაც, უსაფრთხოებასაც, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა გვინდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიყოთ და ჩვენი შვილები. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო სწრაფად ამოიწურა. დიდი მადლობა მაყურებელსა და მსმენელს, მე გემშვიდობებით და შევხვდებით ხვალ 4 საათსა და 10 წუთზე. ნახვამდის.